მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით, მაგრამ არ ვიცი რა სათაურით. ეხლა გადაურევ ასე კარტებს მეგობრებო და რაც იქნება ქვემოდან, იმის და მიხედვით დავიწყებ საჯარო გაშლის თემას. იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ და ეს არის რაღაც ნერვიულობა და ვნახოთ ეხლა რაზე ნერვიულობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ჩაიფიქრეთ პიროვნება და ვნახოთ ეხლა რაზე ნერვიულობს. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ მისი ენერგიებით. სიახლეების დაწყების ენერგიებშია, ბრძოლის ენერგიებშია, მატერიალურად პრობლემების მოგვარების ენერგიებშია, მოკლედ ტუზის მონეტა ეს იმას ამბობს, რომ ამ ადამიანს უნდა რაღაც ყველაფერი თავიდან დაიწყოს, სიახლეებით დაიწყოს, არის ძალიან დიდი მესაკუთრე, თუმცა აქამდე რაღაც დამალვის პროცესი ქონდა, იმალებოდა, უნდა რომ სამართლიანად მოიქცეს და თუმცა გაურკვევლობაშია ეხლა რა გააკეთოს, არ იცი, ძალიან ბევრი ტყუილებია მის ირგვლივ, ამ ადამიანს აქვს თითქოს რო იტყვიან ბედი კარზე მომდგარიო, და ოჯახის კარტიც მეგობრებო, ბედის ამბავი უნდა რომ გადაწყვიტოს, რაღაც ოჯახის ამბები უნდა რომ მოაგვაროს და ასეთ რაღაც საქმიანობაში არის ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთი კარტი. რაღაც ბავშვებით საქციელებით შემოიფარგლებოდა აქამდე და ეხლა ფიქრობს ამ თავის საქციელებზე, ამ თავის რაღაც გულგატეხილობებზე და უნდა რომ სულიერად კარგად მოიქცეს. რაღაც შემოთავაზებებზე საუბრობს, მაგრამ ძალიან ცუდად არის თავისი საქციელებით. ნახეთ როგორ განადგურებულია, ურთიერთობებზეც საუბრობს, სამყაროს იმედი აქვს რაღაც თავის პრობლემებს მოაგვარებს თავის მატერიალურ და ფინანსურ საკითხებსაც, მოკლედ ასეთ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და თუ კი ემთხვევა მის დახასიათებას, მოდით ეხლა გავაგრძელოთ ყურება ჩემო ძვირფასებო. რაზე ნერვიულობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რისთვის აქვს უძილობა? იმაზე ნერვიულობს, რომ იხედება სადღაც შორგზაზე, წასვლა უნდა სადღაც იხედება შორგზაზე და მოკლედ ცდილობს იმას, რომ ბალანსი შეინარჩუნოს. აბატონო, ნერვიულობის და ღამე უძილობის საკითხით ზუსტად მაგაზე ნერვიულობს, რომ სად წავიდეს და როგორ წავიდეს. წასვლა უნდა კი იხედება შორს, გაღმა ნაპირს იხედება თქვენი პარტნიორი. კიდევ რას ნერვიულობს? ვიზე ნერვიულობს? ნერვიულობს აგერ თავის პარტნიორზე, რომელიც ზის და ელოდება მას და მან იცის, რომ თქვენ ელოდებით, რომელზეც არავის არაფერს არ ეუბნება, არავის არ უყვება თქვენ შესახებ, ეს თქვენც არ იცით, რომ თვითონ ნერვიულობს, თქვენ არც ის იცით, რომ თქვენ მისთვის ამომავალი მზე ხართ და უთქვენოთ, ეს ადამიანი ძალიან მოწყენილია და თქვენთან უნდა ამ ადამიანს მოსვლა. თქვენთან უნდა მოსვლა ამ ადამიანს. თქვენთან მოსვლა უნდა თქვენს პარტნიორს, რადგან ძალიან ცუდათაა უთქვენობით ჩემო ძვირფასებო. თქვენთან უნდა სტაბილურობა, თქვენ ცხოვრებაში ძალიან სტაბილურად ხართ და ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში, კარტები ამომიცვინდა და მოკლედ ძალიან ბევრის თქმას ცდილობს თქვენი პარტნიორი. მოდით კიდევ, რაზე ნერვიულობს? თავიდან უნდა ცხოვრების დაწყება ახალი ფურცლიდან, ახალი ფურცლიდან უნდა თქვენ პარტნიორს ყველაფრის დაწყება და გადაწყვეტილების მიღება აქვს გეგმაში, სიყვარულის მხრივ, ურთიერთობის მხრივ. თქვენსკენ არ ვიცი თქვენ რა პოზიცია გაქვთ, ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ, მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ თავისი ცხოვრება გააუმჯობესოს, გამოასწოროს, ამის დიდი რწმენა აქვს და მოკლედ უნდა რომ ყველაფერი სიახლეებით გადაწყვიტოს და სამყაროს იმედიც აქვს მას. თუმცა ეხლა აქვს ძალიან რთული სიტუაციები, რთულად აქვს საქმე, მოკლედ რო იტყვიან ჩემო ძვირფასებო. კიდევ გავაგრძელოთ აბა. მოდით ეხლა შევეკითხოთ, რას მოიმოქმედებს? მეგობრებო, გამოვა კონტაქტზე, უეცრად გამოვა კონტაქტზე, მოვა რაღაც ემოციებით, მოდის მეგობრებო, გამოვა არა მოდის. ბევრ თქვენთაგანთან თუ კი ძალიან დიდი მანძილი გაქვთ, ეს ადამიანი შეტყობინებით გამოვა კონტაქტზე და გეტყვით, რომ მოსვლა უნდა, მოახლოვება უნდა და მოკლედ შეხვედრა უნდა თქვენთან. და თუ კი ახლოს ხართ, მოკლედ მაინც შეხვედრა გაქვთ.
შეხვედრა გაქვთ მოულოდნელად, იმიტომ რომ გითვალთვალებთ ეს ადამიანი თქვენი ყველაფეხის ნაბიჯი იცის, მოკლედ ამბობს რომ თქვენთან ბედის დაახლოება უნდა. აი, გამგზავრება უნდა, მოსვლა უნდა თქვენთან, ძალიან ცუდათაა მეგობრებო. უფალს ევედრება რომ ეს მისი ჩანაფიქრები, რომელსაც არავის არ ეუბნება, აი მეგობრებო, რომელსაც არავის არ ეუბნება და ამას თავისთვის ფიქრობს, უნდა რომ აი ეს ყველაფერი უფალმა მოუგვაროს თავისი გადაწყვეტილებებით. კარგით, კიდევ რას ვეტყვის, კიდევ. ძალიან ცუდად აქ იყო დაცილება, აქ იყო კოშკი, აქ იყო ნგრევები, მაგრამ ეს ნგრევები იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დაიწყება თავიდან. ამის ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენს პარტნიორს. კარგით, მოდით ახლა შევეკითხოთ ჩემო ძვირფასებო. აი, რა გრძნობები აქვს თქვენთან დაკავშირებით? კიდევ მინდა ვკითხო. ბავშვებით საქციელებით იყო აქამდე. თუმცა უნდა რომ ურთიერთობაზე იმუშაოს და უნდა რომ აი რაღაცაზე მოილაპარაკოთ. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც თავისი პრობლემები აქვს და მოაგვაროს. კიდევ უნდა რომ რაღაცები შემოგთავაზოთ, გვერდში დგომა და ხმარება. კი, სტაბილურად. იმიტომ რომ თქვენგან როდესაც თქვენგან წავიდა და თქვენ დაგტოვათ, თქვენგან გულგატეხილი წავიდა. ანუ თქვენს მერე ძალიან გულგატეხილია. თქვენ კიდევ აი პირიქით უფრო უკეთესად წაგივიდათ საქმე მის გარეშე, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ძალიან ბევრი მიღწევები გაქვთ, უიმისოთ, გაითვალისწინეთ მის გარეშე, ძალიან ბევრ მიღწევებს მიაღწიეთ, რო იტყვიან, თქვენ უფრო ძალა მოიკრიბეთ და მოკლედ თითქოს და ამ ადამიანმა რაღაცას წერტილი დაუსვა თავის დროზე, ანუ რაღაც დროის განმავლობაში, თითქოს და მან იფიქრა რომ რაღაცას წერტილი დაუსვი და უკეთესად ვიქნები და ჰაი და ჰუიო, მაგრამ აი ნახეთ, აი მეგობრებო, აი თითქოს და წერტილი დაუსვა, მაგრამ აი და ეგონა რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ვერა მეგობრებო, ვერა. მოდი ახლა მე მინდა კარგ შევეკითხო, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, აი თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ჩემო ძვირფასებო, მაქვს შეძენილი ახალი დასტა, ჯერ არ გამომიყენებია, ძალიან საინტერესოა და შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ვისარგებლებ ახალი დასტით. თქვენ რა უნდა გააკეთოთ და უნდა იყოთ მესაკუთრე, საკუთარი თავის, საკუთარი ფინანსების, საკუთარი ცხოვრების, უნდა იყვეთ სამართლიანები, ჩემო ძვირფასებო. დაისვენეთ, წასვლა თუ გინდათ სადმე წადით, თქვენი ცხოვრება სიახლეებით შეცვალეთ, არავის არ ელოდოთ. არ მოიტყუოთ თავი, თქვენ არავის არ ელოდოთ და არც ელოდებით. თქვენ თქვენი ცხოვრებით ხართ დაკავებულები. კი, აი თითქოს და განოლებულები ხართ უკვე, ძველი ცხოვრებიდან უკვე განოლებულები ხართ. რა რჩევას მოგცემთ სამყარო? აი რა რჩევას მოგცემთ სამყარო? იყავით მშვიდები, იყავით გაწონასწორებულები, ნუ იქნებით პაუზაზე. თქვენი ცხოვრებით დაკავდით, თქვენი საქმიანობით დაკავდით, იფიქრეთ თქვენს წარმატებაზე, თქვენს სულიერ და ფიზიკურ სიმდიდრეზე, იყავით დაცულები საკუთარი ცხოვრებით და დაკავდით საკუთარი ცხოვრებით, მეგობრებო, არ იკამათოთ, არ იკონფლიქტოთ, მოუარეთ თქვენს ფინანსებს, იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იზრუნეთ საკუთარი თავისთვის და აბატონო, აი ესე მიიღებთ თქვენ იმ საწადელ სურვილს, რაც გინდათ, აი თქვენი შედეგი, თქვენი შრომის შედეგი, ჩემო ძვირფასებო და აი ქვემოდან ნახეთ რა კარტია, აი ასე მიაღწევთ სასურველ შედეგს და ამისთვის უკან არ უნდა დაიხიოთ თქვენი ფინანსები. თუ კი რაიმე შეძენა გინდათ შეიძინეთ, თქვენ უკვე მყარად დგახართ ფეხზე, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გაქვთ თქვენი ცხოვრების პასუხისმგებლობა უკვე აღებული, თქვენ არავის არ უყურებთ, მე უკვე ვიცი ეს და ეს თქვენ ციცით და მოკლედ პასუხი ისაა, რომ თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი ინტერესებიდან მიხვალთ აი ამ შედეგამდე, აი რაც არის აქ მოცემული სურათზე. მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და თუ კი ვინმეს გინდათ პირადი გაშლები, ჩემო ძვირფასებო, გადმოდით ჩემ გვერდზე და კონკრეტულად მომწერეთ, რომ გინდათ პირადი გაშლა, ფასიანი პირადი გაშლები, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით კომენტარებში და უღრმესი მადლობა ყველას.